აშანტაჟებენ მმართველ გუნდში პირადი ცხოვრების კადრებით. ეკა ბესელია სკანდალური განცხადება მთავარის ეთერში. შეწყალების საქმე და დაკითხვები პროკურატურაში. რა ინფორმაცია აქვს მოკლული იოსებ ქოიავას მამას? მოგესალმებით, ეს არის მთავარი 12 საათზე, მე თამარ ბაღაშვილი ვარ. მმართველი გუნდის ყოფილი წევრი ქართული ოცნების მმართველობის სკანდალურ დეტალებზე ალაპარაკდა. ეკა ბესელიას განცხადებიდან ირკვევა, რომ სახელისუფლებო პარტია თანაგუნდელების მორჩილებას და დუმილს შანტაჟით ინარჩუნებს. სკანდალური განცხადება მმართველი პარტიის ყოფილმა და ერთ-ერთმა გავლენიანმა წევრმა მთავარის პირდაპირ ეთერში გააკეთა. ეკა ბესელია ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟის და დაშინების შესახებ მას მმართველი გუნდის წევრებმა პირადად უამბეს. წინა ხელისუფლების დროს ამის გავრცელება ვერამ ვერ გაბედა. მე ვიცოდი, რომ ეს არსებობდა. არც მაშინ არ შემშინებია ამის და არც დღეს. და კიდევ რის გამოც გადავწყვიტე, რომ ამ ღია ბრძოლას შევსულიყავი, იმიტომ რომ ვიცი რამდენიმე ადამიანი, ვისაც ამით აშანტაჟებენ და რაღაცნაირად მინდა რომ მაგალითად მე ვერ არა, რასაკუთრებია სახეს და გვერდს კი არ გეკითხებით, უმრავლესობის ხელისუფლების არიან ნამდვილად? კი, მე ვიცი რამდენიმე ესეთი ადამიანი. თვითონ უთქვამთ? ეკა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებას აკეთებთ. კი, ვიცი, რასაც ვაპარაკობ ძალიან კარგად. კი, თვითონ უთქვამთ. მე ვიცი, რომ ესეთი ადამიანები არსებობენ. ესენიც 2012 წლამდე გაკეთებული ჩანაწერი, ესეთი დეტალები არის. დეტალებს ვერ მომიყვანე, მაგრამ რომ არსებობს რაღაცა, რის გამოც ამ ადამიანებს რამოდენიმე კი მე გონია რომ ეს იყო გარკვეული შემაკავებელი ფაქტორი. რასაკურველია ყველა ქალია? ესეც ყველა ქალი არ არის. კაციც არის. რა საინტერესოა. სრუბრალდებები და სისულელე პოლიტიკური აქტივობის შესანარჩუნებლად ასე პასუხობენ უმრავლესობაში ყოფილი თანაგუნდელის სკანდალურ განცხადებებს. ეკა ბესელიას ბრალდებებს მმართველი გუნდის წევრები კატეგორიულად უარყოფენ. უფრო კონკრეტულად რა გამოხმაურება მოყვა ბესელიას სკანდალურ განცხადებას მთავარის ეთერში, ნინო სამყურაშვილი გვიერთდება ახლა თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. სისულელეები და ბრალდებები მხოლოდ იმისათვის, რომ პოლიტიკური აქტუალობა ეკა ბესელიამ არ დაკარგოს. ეს იყო დღეს საპარლამენტო უმრავლესობის პასუხი ეკა ბესელიას მიმართ. დღეს უმრავლესობის წევრები ამბობდნენ, რომ ეკა ბესელია, რასაც ახლა აკეთებს, ეს არის მხოლოდ უზნეობა და მას არანაირი საერთო სიმართლეს თან არ აქვს. დღეს განცხადება გააკეთა ვიცე-პრემიერმა მაიაც ქიტიშვილმაც. მაიაც ქიტიშვილი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელი არის ეკა ბესელიას ბრალდებები და ეკა ბესელია ამ განცხადებებს მხოლოდ პირადი მიზნებით ისთვის პირადი ცხოვრების ან საერთოდ რამე პირადულის გამოყენება საჯარო ფიგურის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლაში იქნება თუ რამე სხვა მიზნებიდან გამომდინარე არის ყოველად მიუღებელი. ვერანაირ სტანდარტში, ვერც მორალურ სტანდარტში, ვერც საკანონმდებლო სტანდარტში ვერ ჯდება და ეს არის ის წყალგამყოფი, რომელიც ალბათ ყველას გვაერთიანებს. ამასთან ერთად მე რა თქმა უნდა კატეგორიულად ვემიჯნები იმ ბრალდებებს, რომელიც სამწუხაროდ ქალბატონ ეკას ბოლო პერიოდში ახასიათებს, როდესაც ის მიუთითებს იმაზე, რომ განსაკუთრებით მისი ყოფილი თანაგუნდელები შესაძლოა ამ ასე ვთქვათ მეთოდებს მიმართავენ. სისულელეს ლაპარაკობს ეკა ბესელია, ჯერ სისულელეა და მეორე პირველი და მე ლოგიკურადაც საიდან შეიძლება რომელი ასპექტიდან შეიძლება ეს თემა იყოს კომპეტენტურად ნათქვამი ქალბატონი ეკა ბესელიას მიმართ. ძალიან კარგად იცის, საიდან მოდის ეს უნამუსობა, ასე ვთქვათ, ძალიან კარგად იცის, ვინ აკეთებდა ამას. შემაწურწუნებელია, როდესაც ადამიანი ესეთ ნაბიჯზე მიდის და ესეთ განცხადებებს აკეთებს. არ ვიცი, ბრძოლობს პოლიტიკურ ველზე თავის დასამკვიდრებლად. თუ მას ასეთი ინფორმაცია აქვს, მაშინ ეს არის დანაშაულის შესახებ ინფორმაცია და მისი არ გამჟღავნებით თვითონ ხდება ის დამნაშავე. თუ აქვს ინფორმაცია დანაშაულზე, მით უმეტეს ასეთ ძიმე დანაშაულზე.
თუ არა აქვს და ისე საუბრობს მხოლოდ პოლიტიკურად, რაც მისი მხრიდან ხშირად მოგვისმენია, ეს არის უბრალოდ ჭორაობა და მეტი არაფერი. გავს სისულელე არ მსმენია. კი, გამორიცხავ თავიდან. კიდევ გეუბნებით, რომ მსგავსი რაღაც არ ვიცი, რაღაც კომედიურ ჟანრში გადავდივართ, არაფერი მსგავსი არ ყოფილა, ვერც იქნებოდა, კიდევ ერთხელ გეუბნებით. ძალიან დიდი ბოდიში ამ ნათქვამისთვის, მაგრამ მსგავსი სისულელე ნამდვილად არ მსმენია. იმისთვის ჭირდება მაშინ არ ვიცი, კითხეთ ეკაბესელიას. კითხეთ ეკაბესელიას ვერ გეტყვი. ამ რაღაცა ტრაგიკომიკურ სპექტაკლში ნამდვილად ვერ მივიღებთ მონაწილეობას. თქვას თვითონ ვის რა შეჭირდება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, მსგავსი რა ნამდვილად არ მსმენია. გიორგი ვოლსკი არის უღირსი და მხდალი ადამიანი და ის პირადი მიზნებისთვის გააკეთებს ყველაფერს. ასე უპასუხა დღეს ეკაბესელიამ გიორგი ვოლსკის მწვავე ბრალდებებს. ეკაბესელი ამბობს, რომ როდესაც ის აკეთებს განცხადებას იმაზე, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შანტაჟი ქვეყანაში გრძელდება და რომ წინა ხელისუფლების პრაქტიკა ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად გადმოიტანა, მან იცის, რასაც ამბობს და ეს ყველაფერი სიმართლეს შეესაბამება. იმის ნაცვლად, რომ ამ ვითომ ძველი ბიჭი და არ შემდგარი პოლიტიკოსის ენით რო არ ილაპარაკოს და რაღაც აი ლოგიკაში მოიყვანოს ის ნათქვამი, რაც უნდა რო თქვას, პერსონალურ შეურაცხყოფებზე გადავიდა. ხო, ეხლა რაც იყო ამ კომენტარში, ეს იყო აბსოლუტურად პერსონალური შეურაცხყოფა და ეხლა ვიზნეობაზე ლაპარაკობს ვოლსკი. ვოლსკის მინდა უთხრა, ეს ისეთი მხდალი კაცია, რომელსაც შეუძლია ზურგს უკან ბიძინა ივანიშვილი ლანძღოს მათ შორის ჩემთანაც და პირში ელაქუცოს, იმიტომ რომ მას აქვს თავისი პირადი მერკანტილური ინტერესები, თავისი პირადი ბიზნეს ინტერესები და თავისი პირადი, აი ამით მოაღწია აქამდე ადამიანები აშანტაჟო, ადამიანებს დაემუქრო, ადამიანები გარკვეული მექანიზმების გამოყენებით გააჩერო ან გააჩუმო. ეს რომ არსებობს და ასეთი რამდენიმე მაგალითი მაინც არის და ძალიან კარგად იციან, რომ ასეთი მაგალითები არის, ეს ნიშნავს, რომ ის მართლაც დაჭაობებული უვარგისი სისტემა ვერ შეიცვალა და დარჩა ეს ნარჩენები. სისტემა რომ შესაძლებელია, ამაზე განცხადებები დღეს გააკეთეს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქართულმა ოცნებამ ეს პრაქტიკა დანერგა და ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა და მას აუცილებლად ჭირდება შეცვლა, რადგანაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი არის ყოვლად მიუღებელი. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების თემამ საქართველოში ის მასშტაბები შეიძინა და იმდენად დიდი ზიანი მიაყენა მენტალიტეტს, ცნობიერებას და არ ვიცი ყველაფერს, რომ მგონია, რომ ყველამ ვინც რაიმე ფაქტი იცის ამის შესახებ, ღიად უნდა თქვას. ანუ მე ვიღაცამ რამე მითხრა და ეხლა მე ვამბობ, ოღონდ არ ვამბობ, ვინ რა მითხრა, ეს არასწორია. თუ ვინმე კონკრეტულად იცის კონკრეტული ფაქტის შესახებ, ამის თაობაზე დაუყოვნებლივ პროკურატურას უნდა აცნობას და უნდა განაცხადოს, რომ პროკურატურას აცნობა ამ ფაქტის შესახებ და ველით პასუხს. ორი ფაქტი აქვს მნიშვნელოვანი. პირველი ის, რომ სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში მოხდა ამგვარი კადრების განსაჯაროება, რომელიც არ არის დღემდე გამოძიებული და მეორე ფაქტი, როდესაც ბიძინა ივანიშვილს დაუსვეს კითხვა ამის შესახებ, მან თქვა, რომ არც კი ახსოვს ამის თაობაზე. ეს იყო მწვანე შუქი პირდაპირ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამით არის დაკავებული, ვინაიდან მათმა ბოსმა თქვა, რომ ეს საერთოდ მნიშვნელოვანიც კი აღარც კი ახსოვს საერთოდ ეს რამე თუ ხდებოდა. ეს არის, რა თქმა უნდა, მწვანე შუქის ანთება, ეს არის პირდაპირ ნებართვის მიცემა, თანხმობის მიცემა ივანიშვილისგან პირადად ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამით არის დაკავებული და შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სამსახურებში რომ არც ნამუსი შეაწუხებთ და არც პრობლემა ექნება თუ მსგავსი საქმიანობით დაკავდნენ, ეს ყველამ სამწუხაროდ კარგად ვიცით. ადამიანებზე ხორციელდება თუ არა გარკვეული ზეწოლები, პირადი ცხოვრების, ამსახველი კადრების და ზოგადად პირადი ცხოვრების სხვადასხვა საკითხების, მე სრულად თუ არა მაშინ დარწმუნებული, რომ ისინი ამით აკონტროლებენ პირველ რიგში საკუთარი გუნდის წევრებს. ცალსახად და კატეგორიულად შემიძლია გითხრათ, რომ განსაკუთრებით დეპუტატების უმეტესობაზე არსებობს ასეთი სამსახური, იცით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ეგრეთ წოდებული სუსი, სადაც დევს ყველაზე ეგრეთ წოდებული კომპრომატების კეისები. ასე რომ, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ვეთანხმები ამ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობს, რომ ამით ხდება დაშანტაჟება ადამიანებს, არამედ ხდება კულუარებშიც მათი მართვა და იმ გადაწყვეტილებებზე კონტროლი, რომელ გადაწყვეტილებებსაც იღებენ ხოლმე სახელმწიფო მოხელეები.
სკანდალური განცხადება ეკა ბესელიამ მთავარის ეთერში გააკეთა. ეკა ბესელიამ თქვა ის, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი ამ დრომდე გრძელდება ქართულ ოცნებაში, მათ შორის უმრავლესობის რამდენიმე წევრს აშანტაჟებენ და როგორც ეკა ბესელია ამბობს, ერთ-ერთი მათ შორის კაცია. უმწვავესი ურთიერთბრალდებებით უმრავლესობის ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის ნინო სამყურაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. სკანდალური შეწყალების საქმე და დაკითხვები პროკურატურაში ამ წუთებში გამომძიებლების შეკითხვებს მოკლული იოსებ ქოიავას მამა პასუხობს. თამას ქოიავა საგამოძიებო უწყებას დეტალურ ინფორმაციას აწვდის. შეწყალების საქმეში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას შესაძლო მონაწილეობის შესახებ. ნათია ტრაპაიძე ელოდება დაკითხვების დასრულებას და მანამდე ის პირდაპირ ეთერში გვერდება. ნათია, კონკრეტულად რა ინფორმაციას მიაწვდის თამას ქოიავა დღეს სამართალდამცველებს და რამდენად არის მოსალოდნელი, რომ სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე უკვე დიმიტრი გაბუნია დაიბარონ პროკურატურაში. ბოლო შეკითხვით დავიწყებ. სავარაუდოდ დიმიტრი გაბუნიას თამას ქოიავას ჩვენების მიუხედავად მოუწევს მთავარ საგამოძიებო უწყებაში მოსვლა და ჩვენების მიცემა, რადგან ბოლო სკანდალურ შეწყალების არაერთ საქმესთან მოხდა დიმიტრი გაბუნიას სახელის და გვარის საჯარო დაკავშირება. რაც შეეხება თამას ქოიავას, მან თქვა, რომ ის სრულ ინფორმაციას მიაწვდის საგამოძიებო უწყებას მისი შვილის მკვლელი სკანდალურ შეწყალებასთან დაკავშირებით. თამას ქოიავამ განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია და ეს ტელეეთერითაც ნახა, რომ შეწყალების გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა პრეზიდენტმა, თუმცა ასევე დარწმუნებულია იმაში, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის გარდა ამ გადაწყვეტილებაზე იმუშავა არაერთმა ადამიანმა და მათ შორის ერთ-ერთი მისი ინფორმაციით იყო სწორედ დიმიტრი გაბუნია, რომელიც ასევე მისი ინფორმაციით წლების წინ არაერთხელ იყო ჩასული ჩეხეთში იმისთვის, რომ ჩაეტანა უარყოფითი ინფორმაციები საქართველოდან, რითიც უნდოდა რომ ხელი შეეშალა ზურაბ ნადირაძის ექსტრადირებისთვის. ასევე თამას ქოიავამ დღეს განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ დადგება საკითხი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, ის ამით მოხარული იქნება. რა ინფორმაცია გაქვთ, რა ეთქვით მათ? რა ვიცი, რა შემეკითხებენ, მე ხო არ ვიცი არა. ხო არ ვიცი, შეიძლება მოსაყოლად კი არ დავი, მოსაყოლად ტელევიზორში მეზახიან და ესენი ალბათ რაღაცას მაინტერესებს. გაბუნიაზე რა გაქვთ? არ ვიცი, მე გაბუნია, ჩემს არაფერი არ არის. გაბუნია პატარა ჭანჭიკი რაღაცა. გაბუნიას თორეზე გადაწყდებოდა ეს საქმე. ვინ დგას ამ ყველაფერს? რა ვიცი, შილო, მე ვინ დგას და ისე რა ქვია. ბატონ თამას. მე რო ის ხო არა, გუთვისარი ვინ დგას. პრეზიდენტის იმპიჩმენტი ხო არ იქნება სწორი ერთ-ერთი ეს სიამოვნებ დაუჭერ ხარს თუ აუკეთებია. ყველა შეკითხვაზე პასუხს თამას ქოიავას და სხვა დაზარალებულებით ელოდებიან საგამოძიებო უწყებისგან. თამას ქოიავა პირველი დაზარალებულია, რომლის გამოძახებაც მოხდა საგამოძიებო უწყებაში ჩვენების მისაცემად. სავარაუდოდ ამ დღეების განმავლობაში მოხდება სხვა დაზარალებულების გამოკითხვაც და ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმ ჩინოვნიკების გამოკითხვაც, რომლებიც უშუალოდ მუშაობდნენ შესაწყალებელთა სიაზე. ნათია ტრაპაიძე საუბრობდა პროკურატურიდან პირდაპირ ეთერში, სადაც გამომძიებლების შეკითხვებს ამ წუთებში თამას ქოიავა პასუხობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი კი მედიასთან არ ჩნდება. მთელი დღის განმავლობაში ის არც სამუშაო ადგილზე და არც სახლში არ გამოჩენილა. ანგი ხუციშვილის გვარი სკანდალური შეწყალების საქმეში გუშინ გაჟღერდა, როცა დიმიტრი გაბუნიას შესაწყალებელთა სიაში მონაწილეობა კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ სიას პრეზიდენტს შეწყალების სპეციალური დეპარტამენტი აწვდის, რომელსაც სწორედ ანგი ხუციშვილი ხელმძღვანელობს. რა გახდა 16 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი? ვარკეთილში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები მთავარმა არხმა გაარკვია. ადგილობრივები ყვებიან, რომ 9 სართულიანი სახლის სახურავიდან გადმოვარდნამდე მოზარდი იქ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მეზობლების ინფორმაციით მე-11 კლასელს ოჯახში არანაირი პრობლემა არ ქონია, ამიტომ მათი ნაწილი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. მომხდარის მეტი დეტალი იცის თათია წოწონავამ და ის ახლა ამ დეტალებით შემთხვევის ადგილიდან გვერდდება.
კალაუბნის 36 ნომერში ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები აღარ მიმდინარეობს, თუმცა აქ ამ დრომდე რჩება უბედური შემთხვევის კვალი. მთელი ღამის განმავლობაში აქ მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მთავარის ინფორმაციით 16 წლის მოზარდი მეგობრებთან ერთად 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე იმყოფებოდა, რა დროსაც ის გადმოვარდა, თუმცა ადგილობრივები ჩვენთან საუბარში ყვებიან, რომ მიწაზე დაცემის დროს მოზარდი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა ვინაიდან სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დააგვიანა, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. რომ ჩვენი ინფორმაციით პოლიციამ გამოკითხა მეგობრები მოზარდის, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ ამ უბედურ შემთხვევას და მათ სავარაუდოდ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია გამოძიებას. ჩვენ ვესაუბრეთ ადგილობრივებს და ვკითხეთ მათ თუ რა ვერსიები არსებობს გუშინდელ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით. ნაწილი მათი არ გამორიცხავს თვითმკვლელობის ვერსიას, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ მოზარდი არც ბულინგის მსხვერპლი ყოფილა და არც კონფლიქტი ქონია ვინმესთან, შესაბამისად მათთვის გაუგებარია თუ რატომ შეიძლებოდა 16 წლის მოზარდს თავი მოეკლა. ხმა გავიგონეთ ისეთი, რომ გეგონება მანქანები დაეჯახაო ერთმანეთზე და ბავშვის კივილი გავიგონე მე და იმიტომ გავედი, იმიტომ რომ პადიეზდიდან გამოდიოდა დედა და შვილი და იმათ დაეცა კინო ღამზე და ნაბიჯი, ერთი ნაბიჯი კიდე რომ გადმომეთქოდა ზედ გამეცეულოდაო და ეგ იყო რომ ის ბავშვი რო კიო და იმიტომ იმასვენი მეც ხმაზე გავვარდი და ეგ დაგხვევი. სასწრაფო მალევე მოვიდა. სასწრაფო სანამ არ დაიღუპა არ მოსულა. და რა პერიოდია დაახლოებით ეს? ანუ რა პერიოდში მოვიდა? რა იმდენად შოკში ჩავარდი, არ ვიცი. დრო, მაგრამ 1-15 წუთი მაინც არ მოსულა სასწრაფო. ანუ თავიდან რო გადმოვარდა ცოცხალი იყო და შემდეგ გარდაიცვალა თუ მე ახლოს არ მივსვა, ეს ხელი არ მომიკიდია, მაგრამ ის წინა მეზობელია და იმან თქვა, რომ ცოცხალიაო რა, ცოცხალია და ის უწმინდაო და სისხლს. გადმოხტა თუ გადმოვარდა? გადმოხტა რა, თავი მოიკლა რა, ეგრე გავიგე. ანუ თქვენ ეს ინფორმაცია გაქვთ, რომ თავი მოიკლა? აუ, არაფერია. პოლიცია მოვიდა და უბრალოდ მითხრა, რომ კრიშის გასაღები თუ გაქვთ. მეთქი რა ხდება, არ შეგჭირდება თქვა და ისო ან ბავშვი გადახტაო რა და გადავარდაო და გვენდა კრიში გასაღები. ვარკეთილში უბედური შემთხვევა გუშინ დაახლოებით საღამოს 9 საათისთვის მოხდა. მოზარდი უკვე გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ვარკეთილში მომხდარი ტრაგედიის დეტალებით თათია წოწონავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. აქცია ტყიბულში 30 მეშახტე მინდელის და ძიძიგურის სახელობის სახლში ჩავიდა და უარს ამბობენ ამოსვლაზე, ვიდრე მათი სახელფასო დავალიანების გასტუმრება არ მოხდება. მეშახტეებს ხელფასი 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა მათ თანხა ამ დრომდე არ ჩარიცხვიათ. მათი განცხადებით ყოველდღიურად ბანკები გადაუხდელ სესხზე ჯარიმას უწერენ, დღის ბოლომდე კი დენი და გაზიც გადაუხდელობის გამო ეთიშებათ. 2018 წლის 16 ივლისიდან ტყიბულში ნახშირმოპოვების პროცესი პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეჩერდა. ამ ხნის განმავლობაში მათ ფულს კომპანია მაინც უხდიდა, თუმცა მიმდინარე თვის ხელფასი უკვე აღარ ჩაერიცხათ. გავრილოვის ღამის პატიმრების სასამართლო პროცესი ამ წუთებში იწყება. საქალაქო სასამართლოსთან კი უკვე იკრიბებიან მორის მაჩალიკაშვილის და სხვა დაკავებულების ახლობლები და ოჯახის წევრები. აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ 20 ივნისის აქციის მონაწილეები ხელისუფლებამ მხოლოდ კრემლის მითითებით დააკავა და ანტისაოკუპაციო აქციაზე მისვლის გამო დასაჯა. ნინო გაზდელიანი ელოდება სასამართლო პროცესის დაწყებას, მანამდე კი მოგვიყვება რა ხდება სასამართლოს ეზოში. გამოდის სამართლიანობისთვის ამ მოწოდებით პროცესის დაწყებამდე აქცია გაიმართა საქალაქო სასამართლოს ეზოში. აქ შეკრებილები სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ იმ ადამიანებს, რომლებიც სწორედ 20-21 ივნისის მოვლენების საქმესთან დაკავშირებით არიან დაკავებულები. აქციის მსვლელობისას იყო მცირე ხმაურიც, რომელიც ბადრაგის მითითებებს მოყვა. ვავს. დუმარი აქცია ხმას არ ვიგებთ, არ ვყირივართ, არ ვისვრით ქვებს და არც არ ვშვები და იმის მაგიერო
იმის მაგალითად ყველამ დაისვას, ყველა ქართველმა. აი ეს ბიჭები აქ ყელავლონოს ხედან, პირიქით კიდე პროვოკაციაზე მოდიან და აქ იმავშებია რა, მეშპილკავებია. რომ უნდა გავიდეთ აქედან ცოტა მოშორებით, იმიტომ რომ აქ თურმე წუხდება მოსამართლე, რომელსაც ახლა ელოდება მას დავალებას ივანიშვილისგან, რომ მაჩალიკაშვილის დატოვოს და დატოვოს პატიმრობაში თუ არ დატოვოს. ანუ არ ესმის ეტოვა კარგად, ყურში და უნდა გავიწოთ რომ არ შეუშალოთ ხელი და არცად არ გავიწევით და აქ ვიდგებით მანამ სანამ ყველა არ გამოვა გარეთ. ეს არის პირდაპირ გაურილოვის სისხლიანი ღამის ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრები. ჩვენ იმას ვითხოვთ ბოლოს და ბოლოს გამოიჩინოს დღევანდელმა სისხლიანმა რეჟიმმა ცოტათი ადამიანობა და გაანთავისუფლონ ეს ხალხი. გაანთავისუფლონ ეს ხალხი. მე კანონის გარეშე არაფერს არ ვაკეთებ. მაგრამ როგორც ასეთი მე მათ დაუპირდი რომ მე საღამოს კარაუს გაუშლიდი. იმ დღეს დაურეკეს მორის მაჩალიკაშვილს. თუ ბიძაშენი კარაუს გაშლის, ხვალ ციხეში გამოგამწყდევთ. ამ ორი სიტყვით ყველაფერია ნათქვამი. რა უნდა შევამართლოთ? ქვეყანაში არის რა ენით აღუწერელი უსამართლობა. რა სამართალზეა ლაპარაკი? ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩადის სასამართლო და აღიარებს მის დანაშაულს სასამართლო დარბაზიდან ანთავისუფლებენ და რომელიც ქვეყნის სიყვარულისთვის ჟიან. თავდაპირველად სახელმწიფომ გავრილოვი დაგვასვა, ეს ადამიანები ახალგაზრდა ბიჭები გამოვიდნენ და სამშობლოს იცავდნენ ოკუპაციისგან, მაგრამ უდანაშაულოდ დააპატიმრეს ქვეყნის სიყვარულის გამო, ვისაც თვალები ვერ დათხარეს, ის ხედავთ საპრობილეში გამოკეტეს, ჩვენ აუცილებლად დავიცავთ, რადგანაც ვარდებულები ვართ, ეს ადამიანები ციხეში ზიან ქვეყნის სიყვარულის გამო და აუცილებლად უნდა გათავისუფლდეთ. პროცესი უკვე დაწყებული არის. დღეისათვის განიხილება 4 ადამიანის საქმე, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილის მორის მაჩალიკაშვილის და ასევე ბეჟან ლორთქიფანიძის, რომელიც ამჟამად გირაოთია გათავისუფლებული. ნინო გაზდელიანი საუბრობდა სასამართლოდან პირდაპირ ეთერში. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი პროცესის მეორე დღე პარლამენტში დეპუტატები დღეს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს მოусმენენ. ოპოზიციის შეკითხვებს ამ წუთებში მერაბ გაბინაშვილი პასუხობს. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონსტიტუციასთან შესაბამისობა და ნიკა მელიას საქმე. ეს არის მთავარი შეკითხვები, რაზეც ახსნა განმარტება საკანონმდებლო ორგანოში მოსამართლეობის კანდიდატმა უნდა გააკეთოს. რა ხდება ახლა საკომიტეტო მოსმენაზე? მაკა ანდრონიკაშვილი გვერდდება დეტალებით პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში. დიახ, თამარ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი მერაბ გაბინაშვილი ამ წუთებშიც პასუხობს დეპუტატების შეკითხვებს, როგორც შენ აღნიშნე, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან დაისვა, ეს არის მერაბ გაბინაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონსტიტუციასთან შესაბამისობა, კერძოდ კი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის დეპუტატ ნიკა მელიას საქმე, რომელიც ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ადვოკატმა გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, მერაბ გაბინაშვილმა კი მოთხოვნა დამატებითი ღონისძიებების გაუქმების შესახებ დაუშვებლად ცნო. სწორედ ამ საკითხით დაინტერესდა ოთარ კახიძე, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი. მას კითხა გაბინაშვილს, მიაჩნია თუ არა ის, რომ მან დაარღვია გარკვეულწილად კანონი და კონსტიტუცია, რადგან მან შეუზღუდა მოქალაქეს დეპუტატს საკუთარი საქმიანობის განხორციელება. რაზეც გაბინაშვილი ამბობს, რომ ის მოქმედებდა სრულად კანონთან შესაბამისობაში, რადგან საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დამატებითი ღონისძიებების შეფარდებასთან დაკავშირებით არ არის აღკვეთის ღონისძიება, არა აღკვეთის ღონისძიებით გამოტანილი გადაწყვეტილება კი არ შეესაბამება გასაჩივრებას. თქვენ განიხილეთ ნიკანორ მელიას საჩივარი, როდესაც მას შეეფარდა გირაო აღკვეთის ღონისძიების სახით და შეეფარდა ასევე ეს დამატებითი აღკვეთის ღონისძიება, რომლითაც შეეზღუდა უნიშნულოვანესი უფლებები, მათ შორის რომელიც ჩვენ ჩამოვთვალეთ კონსტიტუციით გარანტირებული. თქვენი აზრით, ასეთი გადაწყვეტილება მოსამართლის აღარ უნდა საჩივრდებოდეს? ვეღარ უნდა ასაჩივრებდეს დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში? აი სწორედ იმიტომ ქვია შეზღუდვები და სწორედ იმიტომ არის კანონით გათვალისწინებული, რომ ადამიანს შეუზღუდოს გარკვეული მოქმედებები. ოღონდ იმ ადამიანს, ვისაც ბრალდებული სტატუსი აქვს. როდესაც თქვენ მოსამართლე განიხილავთ ერთ ღონისძიებას. ეს არის გირაო, მარტო გირაო, რომელიც არ ითვალისწინებს სხვა რაიმე აკრძალვას, არც გადაადგილებას ზღუდავს, არც საზღვარგარეთ წასვლას და მეორე გირაო, რომელიც ზღუდავს ამ თავისუფლებს. ეს თავისი არსით ერთი და იგივე აღკვეთის ღონისძიებაა? რა თქმა უნდა, ერთი და იგივე აღკვეთის ორივე გირაოა. თქვენთვის არსებითად განსხვავებულია თუ არა, რომ
მე რო გამოგართვათ 1000 ლარი ხა იმ პირობით რომ თუ გაიქცევით ქვეყნიდან 1000 ლარს დაკარგავთ და ერთი ვარიანტი გაქვს რომ ჩაკეტონა ჩვენ კაბინეტში გვემოთ ევროპული საქართველოსი სულ და მეორე ვარიანტი გქონდეთ რომ გადაადგილდებოდეთ ერთ და იგივეა თქვენთვის ეგ რომელს აირჩევდით ეს ეხლა რა კავშირში ამ კითხვასთან ვერ მივხვდი იმიტომ რომ ისე ვერ აგიხსნათ თქვენ გამაგალზე ანუ თქვენ რა სერიოზულად და ყველა მიცით ამას რატო ამბობთ მე სამართლებრივ იმიტომ რომ მელია საქმე სამართალი ეყარება საღაზრს და ადამიანის ინტერესებს და არა აბსურდს რასაც თქვენგან ვისმენთ ახლა და ვიცით ამ აბსურდს რატო ვისმენთ იმიტომ რომ მელიას ეხება ეს ამბავი და მის გადაწყვეტილებას როგორ შეიძლება ერთ და იგივე იყოს სიმძიმით ის კაცი ერთ ოთახშია ჩაკეტილი თუ თელ ქვეყანაში გადაადგილდება საკანონმდებლო ინიციატივის უფლება შეიძლება შეგიძლიათ დააყენოთ ნუ მაწყვეტილებთ მეთქი ასა არა ის ადგილი სად თქვენ შეგიძლიათ გამაწყვეტინოთ თქვენ შეგიძლიათ ციხეში დატოვოთ ადამიანი სადაც ეს შეგიძლიათ და ამიტომ გხსებთ ამ აბსურდულ პასუხებს აქ ვიყურებთ ბოდიში მაგრამ უტიფრად თვალებში და გვეუბნებით რომ ერთ და იგივე შეზღუდვაა თურმე კაცი ერთ ოთახშია ჩაკეტილი თუ ქვეყანაში გადაადგილდება მერაბ გაბინაშვილთან კითხვა გიგაბოკერიას ასევე გუშინ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ჰქონდა საუბარია მოსამართლე თამარ ალანიას მოსმენაზე, სადაც მერაბ გაბინაშვილი SMS-ის სახით მას რჩევებს აძლევდა. აღნიშნული დააფიქსირა ჩვენმა კამერამ. გიგაბოკერია დაინტერესდა მას, რომ ჰქონდეს საშუალება ერთი ზარის რჩევის მისაცემად, ვის დაურეკავდა, რომელ მოსამართლეს და რომელი მოსამართლისგან მიიღებდა ის რჩევას თამარ ალანიას მსგავსად. გაბინაშვილი ამბობს, რომ პრობლემას გუშინ მისი მხრიდან მესიჯის გაგზავნაში ვერ ხედავს, რადგან ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, ის იყო მხარდაჭერა გამოხატული ალანიას მიმართ, ხოლო გაბინაშვილისთვის პრობლემაა ის, რომ მედია საშუალებამ პირადი საუბრებს გასაჯაროება მოახერხა. ტელეფონთან გაქვთ ახლა ბუდის ვიხდი უნდა გკითხოთ. კი. მანდვიათ კიდევთ. იცი რატო გკითხეთ, იცით, გუშინ დიდი აჟიოტაჟი იყო, ხუმრობაც იყო, აღშფოთებაც იმის თაობაზე, რომ თქვენზე თქვეს, რომ დაფიქსირდა ფაქტი, რომ კარნახობდით ხალხ თამარს. მე სიმართლე გითხრათ, მე არ აღშფოთებულა, მე ვთვლი, რომ საკმაოდ კეთილშობილური ნაბიჯი იყო თქვენგან. ხალხ თამარმა დაგიფასათ ეს დახმარება. ელოდებით პასუხ შეიძლება გაგცეთ პასუხ. მოხედავთ რომ ხო, მე გუშინ არ მომისმენია, სხვათა შორის მითხრეს, რომ მთავარ არხზე თქვეს, რომ მე აჩვენეს. ხო, არ მინახია ნამდვილად. თქვეს, რომ მე მივწერე ქალბატონ თამარ ალანიას, რომ დაღლილობა არ შეგეტყოს. აი ეს სიტყვები და შეიძლება გავაგრძელო ბატონ გიგა. არ გაწყვეტილებ ჯერჯერობით. დაღლილობა არ შეგეტყოს, რაც მიმაჩნია და ნამდვილად ვადასტურებ ამ ფაქტს და მე არ მორალურად არ მიხდებით. ხო, ერთი წუთით. რა თქმა უნდა, სწორად ხო გაგიგებთ. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც მსგავსი ტიპის გასაუბრება ხდება, ოჯახის წევრებით მოდიან უკან სხედან და შეძახილებით ამხნევებენ და მე ამაში არაფერ ნეგატიურს არ ხედავ, ნეგატიურს ხედავ იმაში, როცა სხვისი პირადი ინფორმაციის მოპარვა ხდება ტელეფონიდან. გახსოვთ თამაში იყო ეს, ვის უნდა 20,000. ხუმრობით ვიძახი, ბუნებრივია. რო იყოს ეს რომ ვის უნდა უზენაესებოს მოსამართლეობა და იქ სამი პასუხი იყო. დარბაზის დახმარება 50-50 და ზარი ახლობელთან. ეხლა ეს დარბაზის დახმარება არ გამოვა ჩვენთან 50-50, მაგრამ ზარი ახლობელთან შეიძლება. აი ეგეთ წესი რო იყოს, ვის დაურეკავდით? დახმარებისთვის. არავის არ დაურეკავდი, ბატონ გიგა. მე ჩემი ტელეფონი შემიძლია თქვენ მოგცეთ. არ მინდა, მადლობა, არ მინდა. ოპოზიცია ამბობს, რომ მერაბ გაბინაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი. ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ გააკეთა. გოცირიძის განცხადებით გაბინაშვილის ბედი უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობასთან დაკავშირებით ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რადგან როგორც გოცირიძე ამბობს, გაბინაშვილი ასრულებს ხელისუფლების დავალებებს და ის აუცილებლად გახდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. კრიტიკული კითხვები აქვს მერაბ გაბინაშვილთან ეკა ბესელიასაც, რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ასეთი გამჭვირვალე პროცესი მოსამართლეების შერჩევისა ჯერჯერობით არ ყოფილა. ჩვენ ამ მოსამართლეების შეფასება გვაინტერესებს, იმიტომ რომ თუ მოსამართლეს არ აქვს კრიტიკული პოზიცია, როგორც აი გუშინ ალანიას შემთხვევაში გამოჩნდა და ვერ ხედავს იმ პრობლემებს, რაც იყო სააკაშვილის პერიოდში სასამართლო ხელისუფლებაში. ვერ აცნობიერებს, რომ უამრავი ადამიანი ამის გამო დაზარალდა.
თუ ამის აღქმა მოსამართლეს არ აქვს, არც ბოდიშსარიხტის და არც ინანულის განცდა არ აქვს, ასეთი მოსამართლეების გამწესება უზენაეს სასამართლოში ეს არის საკუთარ ქვეყანას და საკუთარ საზოგადოებას ლახვარი ჩასცე. გარდა იმისა, რომ ამ მოსამართლეს ჩვენ მოვიაზრებთ იმ კლანის წევრად, რომელიც უკვე იცის თელმა საზოგადოებამ და რომელიც ფაქტობრივად იმართება არაფორმალური წესებით და ასრულებს ქართული ოსნებისა და ბიძინა ივანიშვილის პირდაპირ დავალებებს, რაც არაერთხელ გამოვლინდა. მან ასევე ბოლო პერიოდში თავი გამოიჩინა იმით, რომ სააპელაციო პროცესში ნიკა მელიას დაუმძიმა ბრალი. ჩვენ დაუსვამთ ამის შესახებ კითხვას და მოვისმენთ მის პასუხს, თუ რითი ასაბუთებს იგი ამ გადაწყვეტილებას. იმით ხო არა, რომ აი აქ უნდა მოსულიყო ამ 20 კაციან სიაში მოხვედრილიყო და შემდეგ თანაგრძნობა მიიღო ოცნების უმრავლესობისაგან და გავხდარიყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი, რაც ძალიან დიდი ალბათობით მოხდება. დაუფასებენ აი ამ მორჩილებას. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ისტორიული პროცესი, რომელიც დღეს იწერება საქართველოს პარლამენტში, ჩვენ შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ ისე, რომ საბოლოოდ შევარჩიოთ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის პროფესიონალი კადრები. რაც შეეხება შეკითხვებს, რა თქმა უნდა, მაქვს და მექნება ბევრი შეკითხვა, თუმცა ამას წინასწარ არ ვაჟღერებ, როდესაც კანდიდატი წარსდგება პარლამენტის კომიტეტის წინაშე, იქ დავსვა ამ შეკითხვას. მერაბ გაბინაშვილს სამწუთებში კითხვებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უსვამენ, მმართველი გუნდის ლიდერები ინტერესდებიან გამოხატვის თავისუფლებასა და მოსამართლის ღირსებასთან დაკავშირებით გაბინაშვილის შეხედულებით. ერთ-ერთმა დეპუტატმა, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ელისო სოფიო კილაძემ ჰკითხა გაბინაშვილს, რომ ჰქონდეს არჩევანი გამოხატვის თავისუფლებასა და მოსამართლის ღირსებას შორის, რომელზე გააკეთებდა, რაზეც გაბინაშვილმა თქვა, რომ მოსამართლეებს აქვთ თმენის ვალდებულება, თუმცა პირადი შეურაცხყოფა შესაძლებელია დაემორჩილოს კიდეც კანონს. გაბინაშვილი ამბობს, რომ ასეთი არის მაგალითად მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულება. მერაბ გაბინაშვილის მოსმენა, როგორც უკვე გითხარით, ამ წუთებშიც გრძელდება. ის არის მეორე კანდიდატი, რომელსაც კანონმდებლები კითხვებს უსვამენ. კიდევ 18 კანდიდატი არის რიგში, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის კითხვებს უპასუხებენ. მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დეტალებით მაკა ანდრონიკაშვილი საუბრობდა პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში. და სწორედ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს განიხილავენ ამ წუთებში თბილისი მერიოდში. რეალური ნაბიჯები მომავალი თავისუფალი სასამართლოსთვის. ამ სახელწოდებით პრეზენტაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ გამართა. მან არასამთავრობო სექტორის და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, ასევე პოლიტიკოსებს წარუდგინა 7-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ქვეყანაში თავისუფალი სასამართლოს ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია. სასამართლოსთან მიმართებაში ჩვენ მივედით სრულ ჩიხამდე. სასამართლოში დიდი ხანია კრიზისია, თუმცა მაგიდაზე ჯერ არ დევს რეფორმის გეგმა სასამართლოს გათავისუფლებისთვის. მე დღეს წარმოვადგენ 7 ნაბიჯს, 7 შეთავაზებას, რომლის განხორციელებითაც ჩვენ შეიძლება გავათავისუფლოთ ჩვენი სასამართლოები. მათ შორის არის ხალხის მონაწილეობის შემოღება ყველა ეტაპზე, ანუ ნაფიცი მსაჯულების შემოღება. პროკურორებისა და მოსამართლეების შემოწმება, მათი ქონების შემოწმება, მათი მგზავრობების შემოწმება. უნდა დამთავრდეს ის, რომ ვიღაცას აქვს თავის ჯიბის სასამართლო მართლმსაჯულება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი სახელმწიფო სისტემის და მოქალაქეებს სჭირდებათ სიმართლე, სჭირდებათ სამართლიანობა და ეს უნდა იყოს დაცული სწორედ დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ და უნდა დამთავრდეს ამიტომ ჯიბის სასამართლოების ეპოქა და ჩვენ მივიღოთ დამოუკიდებელი სასამართლო. მოქმედ პარლამენტში მე ამისი იმედი არ მაქვს, მაგრამ ის რომ ამ თემებზე უნდა მოხდეს დიდი კონსენსუსი საზოგადოებასთან, ამაში მე დარწმუნებული ვარ და ყველა ვისაც ეს საკითხი ადარდებს, ყველა უნდა იყოს ამ პროცესში ჩართული. ჩვენ უყურებთ უკვე ლამის ერთწლიან პროცესი იმისა, თუ როგორ უკეთებს კლანი უზურპაციას სამართლიანობის და სასამართლოს იდეას ამ ქვეყანაში. ამიტომ ეს დისკუსია, რომელიც დიდი ხანია მიმდინარეობს, ძალიან კარგია, რომ გაძლიერდება ამ ინიციატივით. ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას ყველა ამგვარ იდეაში.
ცვლილებები 2019 წლის ბიუჯეტში მიუღებელია ოპოზიციისთვის და ამ ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს. ევროპული საქართველოს წევრები ამბობენ, რომ დამატებით შიდა ვალის აღება, რაც 500 მილიონ ლარს შეადგენს, დაუსაბუთებლად ხდება მთავრობის მხრიდან, რაც ქვეყანაში არსებულ, ისედაც მძიმე ეკონომიკურ ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს. ჩვენ მიგვაჩნია საგანგაშოდ ქვეყნის შიდა და გარე დავალიანების ასეთი გაზრდა. ამიტომ ეს არის პირველი მიზეზი, რის გამოც მხარს არ დაუჭერთ და კიდევ ერთხელ ეს ცვლილებები პირდაპირ აჩვენებს, რომ პრემიერობის მაშინ კანდიდატმა გახარიან პარლამენტის ტრიბუნიდან უბრალოდ მოათხოვა მოსახლეობა, როდესაც მან თქვა, რომ ეს მთავრობა და ეს ხელისუფლება არ იღებს ვალებს. იღებს ვალებს და დღეს ვალი არის საგანგაშოდ მაღალი, როგორიც არ ყოფილა არასდროს. ხელისუფლება ვერ ახერხებს აითვისოს შეღავათიანი კრედიტი და იძულებულია აიღოს ძვირიანი საშინაო ვალი. და მესამე მიზეზი, რის გამოც ჩვენ მხარს არ დაუჭერთ წარმოდგენილ ცვლილებებს, გახლავთ ის, რომ რეზიდენტის დაფინანსება გაიზრდება 2 მილიონით. ვინმე მითხრას ერთი მიზეზი, რატომ უნდა ავიღოთ ვალი, რომელიც არის ჩვენი და ჩვენი შვილების გადასახდელი იმისთვის, რომ პრეზიდენტს დამატებით 2 მილიონი მივცეთ. იაფიანი შეღავათიანი კრედიტი მთავრობამ ვერ აითვისა მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ საგარეო ვალს ყოველთვის მოყვება თავისი პირობები, რა პირობებით უნდა ჩატარდეს ტენდერები და მიუხედავად ამისა, აქაც ძალიან დიდი პრობლემებია, ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, მაგრამ საშინაო ვალი ამ თვალსაზრისით სრულად უკონტროლოა და სწორედ დღევანდელ კორუმპირებულ მთავრობას ხელისფათური უნდა ისევ საზოგადოების ფინანსებში, ისევ იმპულსში, რომელიც გადასახდელია დღევანდელი თაობის და მომავალი თაობების. საპროტესტო აქცია მერიის შენობაში სოციალურად დაუცველებმა მთელი ღამე მერიის შენობაში მცირეწლოვან შვილებთან ერთად სიბნელეში გაათენეს. აქციის მონაწილეები საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას და მერთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა არც მთელი დღის და არც ღამის განმავლობაში მათთან შესახვედრად არავინ გამოჩენილა. საპროტესტო აქცია კი დღესაც გაგრძელდება. თუ არ გამიშვებთ, მობილური გააწოდეთ, მეთქი კარში დგას ბავშვი, არ უშვებენ. და დიდ ბავშვი 6 საათზე, 7 საათზე უნდა წავიდეს, მთელი დღე 17 წლის ბავშვმა უნდა იმუშაოს და ქუჩაში, ისეც ქუჩაში ვათენებთ მე და ეს ბავშვი, ნუ პალატკაში გძინავს. ღამე აქ უნდა გაათენოს იმის გულისთვის, რომ სახლი არა აქვს და კარი არა აქვს. და დედას არ ტოვებს მარტო და გვერდში მიდგას როგორც ვაჟკაცი. ეხლა ვზივართ მერიაში, შუქი გამორთეს, ეკონომიას აკეთებდა და ისე ჩვენი დაცინვა, მეტი არაფერი. ვითხოვდით კონკრეტულ პირთა შეხვედრას, რომ გაეცათ პასუხი ეთქვათ, რას გვიპირებენ ამდენ ხალხს და წავიდოდით სახლში. ამ დრომდე აქ რა მინდა სახლის ადამ აქვს იმ კარავში წავიდოდი ისევ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პასუხი მაინც მეწოდინებოდა, ან კის გვეტყოდენ, ან არა, სხვასია, მაგრამ არც ის გვითხრეს და არც ეს გვითხრეს. აპატიეთ და ტომარა, რომელიც კედელზეა მიყუდებული, იმას უფრო მიაქცევს ყურადღებას, ვიდრე დღეს ჩვენ მერიამ გაგვიკეთა, საერთოდ არავის ყურადღება არ მოუქცევია ჩვენთვის. ვითხოვდით მერთან შეხვედრას, მაგრამ ეს ოცნებებში ვიცოდით, რომ ეს იყო გასაცინი მოთხოვნა, რომელზეც შეიძლებოდა მათ გასცინებოდა და არ შეხვდებოდა, მაგრამ ყველაზე სულ შემთხვევაში ვითხოვდით ვინმე კომპეტენტურ პირთან, რომელიც სტაბილურ და ობიექტურ პასუხს გაგვცემდა. საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით 25 სექტემბერს გამოვა. მანამდე კი სალომე ზურაბიშვილი ბარბადოსის პრემიერ-მინისტრს შეხვდა, სადაც ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს. შეხვედრა გაიმართა ასევე ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთანაც, სადაც განხილვის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესი და ამ გზაზე ფინეთის დახმარება იყო. სალომე ზურაბიშვილი ასევე სიტყვით გამოვიდა ჯანდაცვის მაღალი დონის შეხვედრაზე. თავის დაახლოებით 3 წუთნახევრიან გამოსვლაში პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ყავს ჩვენ საქართველოს მოქალაქეები სამწუხაროდ, რომლებიც ვერ ახერხებენ ყველა იმ სიკეთის მიღებას, რაც შეიძლება მოდიოდეს ამ უნივერსალური ჯანდაცვიდან და ჯანდაცვასთან დაკავშირებით იმ პროგრამებიდან, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს აქვს, კერძოდ გულისხმობდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მოსახლეობას. ეს იყო ძირითადი პირველი გამოსვლა. რა თქმა უნდა, ხვალ იქნება გენერალური ასამბლეის გახსნა, უკვე შემდგომში პრეზიდენტს ექნება გამოსვლა, როგორც ადრე უკვე ვახსენე, როგორც რადი განვითარების სამიტზე, ასევე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.
გაეროს 74 გენერალური ასამბლეა კი რამდენიმე საათში ოფიციალურად გაიხსნება. მსოფლიოს 200 ქვეყნის ლიდერი უკვე ნიუ-იორკში იმყოფება. 74 სესიის ფარგლებში ქვეყნების ლიდერებმა სხვადასხვა ფორმატში შეხვედრები უკვე გამართეს. პირველი შეხვედრა ჯანდაცვის და კლიმატის ცვლილებების საკითხზე შედგა. და სწორედ 74 გენერალური ასამბლეის ფარგლებში ევროპის ლიდერებმა გამართეს შეხვედრა და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას მხარი დაუჭირეს. დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა ნავთობტერმინალებზე თავდასხმაში პასუხისმგებლობა ირანს დააკისრეს და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებთან მოლაპარაკებებზე დათანხმებისკენ მოუწოდეს. ირანი თავის მხრივ კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებას და ნებისმიერი აგრესორის გასანადგურებლად მზადყოფნას გამოთქვამს. უძველესმა ტურისტულმა კომპანია ტომას კუკმა არსებობა შეწყვიტა. გაკოტრების მიზეზად ფინანსური პრობლემები სახელდება. კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკებები უმსხვილეს აქციონერებთან და კრედიტორებთან. ტომას კუკი 1851 წელს დაარსდა, ყოველწლიურად დაახლოებით 22 მილიონ ტურისტს ემსახურებოდა და მსოფლიო მასშტაბით 9000-ზე მეტი წარმომადგენლობა ჰქონდა. კომპანია 600,000 ადამიანს ახლა ბოდიშს უხდის, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა კურორტზე იმყოფება. 25 სექტემბერს დედამიწას ასტეროიდი FF14 მიუახლოვდება. ოფიციალური მონაცემებით ციური სხეულის ზომა 500 მეტრამდეა. NASA-ს განცხადებით არ არსებობს საფრთხე ასტეროიდი დედამიწას შეეჯახოს ან ჩვენს პლანეტას რაიმე სხვა სახის პრობლემები შეუქმნას. NASA-ს მონაცემებით ასტეროიდი დედამიწას მხოლოდ 4,2 მილიონი კილომეტრის სიახლოვეზე ჩაუვლის. ასეთი იყო მთავარი ახალი ამბები ამ დროისთვის. პირდაპირ ეთერში ზუსტად 3 საათზე ვბრუნდებით. დროებით.